გამარჯობა, ეს არის დილის ვარჯიშები ელენესთან ერთად, რომელსაც ყოველ დღე დილის 9 საათზე TV26-ზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ეს ვარჯიშები, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოვარჯიშეებისთვის არის განკუთვნილი და დღევანდელი დღე მოდით დავიწყოთ გაწალობით და პრესის ვარჯიშებით. ჩავისუნთქოთ ღრმად და ამოვისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ და კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ. გადმოვდივართ ამ პოზიციაში, მუხლები ოდნავ მოვხაროთ, თავი გადმოგვაქვს წინ და უკან. წინ და უკან. ეხლა გადავიტანოთ თავი მარცხენა მხარეს, შემდეგ მარჯვენა მხარეს. კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ. გავიხედოთ მარცხნივ, მარჯვნივ. კიდევ ერთხელ. ნახევარწრე გავაკეთოთ ერთ მხარეს, შემდეგ უკვე მეორე მხარეს. დავდივართ წინ და გადავდივართ უკან. ორივე ხელი გადაგვაქვს უკან. 4 გამეორება გავაკეთოთ ეს. 4-იც გადმოგვაქვს წინ. სათითაოდ ხელები გადავიტანოთ უკან. ეხლა გადმოვიტანოთ წინ. ვიხაროთ. გავმართოთ საწელი, ვიტანოთ, გავმართოთ, ხელები მოდის წინ, ზურგი უნდა დაგვეჭიმოს ამოძრაობის გაკეთების დროს და მოვდივართ უკან. კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ ეს. უკან. ორივე ხელი ჩამოგვაქვს ქვემოთ. დავიდეთ ერთი ფეხის მხარეს, ეხლა მეორე. ერთი გამეორებაც გავაკეთოთ ორივე მხარეს. ორივე ხელი მოგვაქვს წინ. და ვაწვევით ზურგს რაც შეიძლება მეტად ისე რომ ფეხები დაგვეჭიმოს. გადავდივართ მარცხნივ, შუაში, მარჯვნივ, ავდივართ ზემოთ და სახესაც ზემოთ ვწევთ. ახლა მეორე მხარეს ვაკეთებთ იგივეს. ზერაც გვაქვს ზემოთ მიმართული, დავტრიალდეთ ისე რომ მუხლებს არ ვხრით. ერთ მხარეს და მეორე მხარეს. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ ორივე მხარეს. და მეორე მხარეს. ორივე ხელი მიგვაქვს ერთ ფეხთან, შემდეგ მეორე ფეხთან, შუაში, უკან. ამოვდივართ ზევით და გავიმართეთ. კიდევ ერთი გამეორება გავაკეთოთ ეს. შუაში, უკან. ამოვდივართ და გავიმართეთ. ახლა კი საპირისპირო ხელი მიგვაქვს საპირისპირო ფეხთან. და დავრჩეთ ერთ ფეხთან, რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ თავი მუხლთან. ახლა საპირისპირო მხარეს გავაკეთოთ იგივე. ხელები შევაერთოთ და რაც შეიძლება დაბლა ჩამოვიდეთ. მოვკიდოთ ფეხებს ხელი და დავაწვეთ ხელი. მოხრილი ზურგით ამოვიდეთ უკან და ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ ვარჯიში. ახლა კი გადავიდეთ პრესის ვარჯიშებზე, თითოეული მათგანი გავიმეოროთ 20 ჯერ. ჯერ დავიწყოთ მარტივი ვარჯიშებით, ნელ-ნელა კი გავართულოთ. პირველი ვარჯიშის გაკეთების დროს ხელები გვაქვს ამ პოზიციაში და ამოვდივართ ესე. ამაზე მაღლა აი ესე ამოსვლა არასწორი იქნება, რადგან ამ დროს პრესი არ მუშაობს. შეგვიძლია დავიწყოთ 1 2 3 4 ბოლო 10-იც დარჩა. ახლა შეგვიძლია შევცვალოთ, ხელები მოგვაქვს წინ და გავაკეთოთ ესეც 20 გამეორება. ათიც დაგვრჩა.
შევცვალოთ კიდევ, ხელები მიგვაქვს უკან და ამოგვაქვს ამ პოზიციაში. 2 3 4 ეს წინა ვარჯიშებთან შედარებით რთული ვარჯიშია, მაგრამ მაინც არ არის ძალიან რთული. ბოლო 10 დაგვრჩა. და შეგვიძლია დავისვენოთ. დასვენების დროს არ დაგვავიწყდეს, რომ მივიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი და ამის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პრესის ვარჯიშები. ეხლა გადავდივართ შედარებით რთულ ვარჯიშზე, თუმცა მაინც ძალიან რთული არ იქნება, ესეც დარწმუნებული ვარ, ყველანი შევძლებთ ამის გაკეთებას. საპირისპირო ხელი მიგვაქვს საპირისპირო მუხთან. და ესეც გავაკეთოთ 20 გამეორება. ბოლო 10 დაგვრჩა. ამოვიდეთ ზემოთ, ხელები ამ პოზიციაში გქონდეს, ფეხები ადის ზემოთ, მოვდივართ და მივდივართ უკან. 2 10-იც დაგვრჩა და შევცვალოთ ფეხი. ისე ვრჩებით ამ პოზიციაში, უბრალოდ ახლა ხელები მოგვაქვს წინ, გადავდივართ ერთ მხარეს და მეორე მხარეს. 2 3 სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ამ ვარჯიშის გაკეთების დროს წონას დავიხმაროთ. 10 დაგვრჩა. და შეგვიძლია ეხლაც დავისვენოთ და სურვილის შემთხვევაში დავლიოთ წყალი. ახლა გადავდივართ შედარებით რთულ პრესის ვარჯიშზე, თუმცა გაჩვენებთ ორ ვერსიას, შედარებით მარტივს და რთულს და თქვენ შეგიძლიათ გადაწყვეტოთ, რომლის გაკეთება გსურთ დღეს. თუმცა მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რთული ვერსიის გაკეთებაზე გადავალთ. მარტივი გამოიყურება ასე. ხოლო რთულის დროს, აი ამ პოზიციაში უნდა ამოვიდეთ და ამოვდივართ ზემოთ. მოვდივართ, ამოვდივართ. 3 4 10-იც დაგვრჩა. ეხლა შეგვიძლია ამ პოზიციაში დავრჩეთ, ერთი ფეხი მოვხაროთ, ერთი გავშალოთ. ხელი ავიდეს ზემოთ და მიგვაქვს საპირისპირო ფეხთან. 3 4 ახლა შეგვიძლია შევცვალოთ ფეხიც და ხელიც და ზუსტად იგივე რაღაც გავაკეთოთ მეორე იგივე ვარჯიში გავაკეთოთ მეორე მხარეს. ესეც 10 გამეორება გავაკეთეთ. კიდევ შეგვიძლია დავისვენოთ ცოტა ხანი, რადგან შედარებით ინტენსიური ვარჯიში იყო ეს. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ განსხვავებულ პრესის ვარჯიშზე, ამისთვის დაგვრჩება, რომ პლანკის პოზიციაზე დავდგეთ. ამ პოზიციაზე უნდა დავდგეთ. ადის ერთი ფეხი ზემოთ, ეხლა მეორე. ამასაც ვაკეთებთ 20 გამეორებას. თითო ფეხზე.
ბოლო 10 გამეორება დაგვრჩა. არ ვისვენებთ, უბრალოდ შევცვალოთ ვარჯიში საპირისპირო. მუხლი აგვაქვს საპირისპირო ხელთან. ბოლო 10 გამეორება დარჩა, ვიცი რთულია, მაგრამ არ დავნებდეთ, თითქმის ბოლოში ვართ. თექვსმეტი. 20 და შეგვიძლია დავისვენოთ. ისევ სურვილი შემთხვევაში შეგვიძლია დასვენების დროს წყალი დავლიოთ. და ეხლა გავაკეთოთ პლანკა და ეს იქნება დღეისთვის ჩვენი ბოლო ვარჯიში. ჩამოვდივართ პლანკის პოზიციაზე, რაც მნიშვნელოვანია, არ უნდა ავიდეთ ზემოთ. ეს პოზიცია არის არასწორი. დავდგეთ ამ პოზიციაზე და დავიწყოთ პლანკის გაკეთება. ვიცი რთულია, არ არის მარტივი, თუმცა შედეგით ყველანი ძალიან კმაყოფილებული ვიქნებით, ამიტომ ამად ღირს. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და შეგვიძლია ამოვიდეთ. დღევანდელი პრესის ვარჯიში ამით დასრულდა, ეხლა გადავიდეთ გაწელვაზე, დავდოთ თავი. ფეხები შეგვიძლია გქონდეს მოხრილი, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გავშალოთ ფეხი, ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ. ორივე ფეხი მოვიტანოთ ახლოს ჩვენთან და გავშალოთ ერთი ფეხი, ეხლა მეორე ფეხი. ისევ ერთი ფეხი და მეორე ფეხი. მოხრილი ფეხი გადმოგვაქვს და მოგვაქვს ჩვენთან რაც შეიძლება ახლოს. მოხრილ ფეხში უნდა ვიგრძნოთ დაჭიმულობა. ეხლა მეორე ფეხზე გავაკეთოთ იგივე. ვუკიდოთ მოხრილ ფეხს ხელი. ეხლა შევცვალოთ. ერთი ფეხი გაშლილია, ერთი ფეხი მოხრილია. ამ პოზიციაზე გადმოვდივართ. მოვხაროთ ორივე ფეხი და დავაწვეთ ზემოდან. ახლა საპირისპირო ფეხზე გავაკეთოთ იგივე. მოვხაროთ ორივე ფეხი. გადმოვდივართ ამ პოზიციაში. და სადამდე შეგვიძლია დავაწვეთ. ვართ. დღევანდელი ვარჯიში ამით დასრულდა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ იდეალურად გავართვით ამ ამბავს თავი. შეიძლება ზოგს გაგვიჭირდა ცოტა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველანი მივეჩვევით ამ ვარჯიშების გაკეთებას. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.